აუ პირველად მომიტეხე ხელი, შემომხედით უბრალოდ რეზ გავარ. აუ მივხვდით ამბობ უკვე მაგას. ეგ იმახოთ რომ თავი აქ მეტყვი და პრობლემები იქნება ცოტახანი მიხსიერებისო. ხო გახსოვს? ანუ დროებით ამნეზია რო გაქვს თუ ეგეც არ გახსოვს. ცოტახანი სხვა თემაზე ილაპარაკეთ რა. თეკლა ჭამე ექსპაგეტი პირიც არ დაგიკარებია. ვის მინ შეუკვეთ რა. სად ვარ საერთოდ? ფრაგულეში ვარ, ტაქსით მოვედი, დინგამ გამოგვეცილა. აუ პასკარო შეუკვეთ, მაგასაც მომიტანენ ალბათ. აუ მოიცადე ერთი წუთი. რა პასკა? ახალი წელი იყო უკვე? აი ეგრე ძალიან როგორ მიეჯახებ თავი გქონდა მერტყმული. აუ ძალიან მეცინება რომ თავის მithმა გიგვრის. უკანასე დენიების ქვემოთ იყავი ჩაჭედილი. შენმა მეზობელმა გელამ და თემურამა მოგიყვანეს. აუ ნეტა მაგის დავიწყება შემეძლოს. დამარცხდა და მეც ამნეზია რა იქნებოდა. ანუ რა ამნეზია, ვინმეს დაიმართა ამნეზია? აუ მაგდეს ერთ გავსინჯავ, რა გემრიელია. აქ ყველაფერი გემრიელია, იმიტომ რომ აქ ვეკეთებენ ყველაფერს უმაღლეს ხარისხის ინგრედიენტებით. სულ შეჭამი ხლა. გამარჯობა, თქვენი პასკა. გემრიელად მიირთვით. აუ ძალიან დიდი მადლობა. დეცონა განახორდე. აუ გიხოცებ ეგ პასკაც გავჭრათ, რა ძალიან მომინდა. მიხედავი ვის რო გავჭრა მე ინგა მიგამჭრის. კაი სახში მაინც გაჭერი მე რა. აუ მანქანა სად დავაყენე? თეკლა შენ მანქანა არ გყავს, ნუ დროებით. Ja, მომპარი? არა. თუ დაჭეჭკილი როა. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დავალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მზეს უმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილი-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ხო? აუ რამ ხელა მარცვლებია შიგნით? ხავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. წვიჭი კონდა წეხანთითი. მონაწოდე მეც დავიღე. აუ დედა ჩემაიცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რა ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანი დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი, ყოჩახს მოგცემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვიცვალე ტიტიდან. ამოდით უნდა მიგასწიკუდილო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ. რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. დარხეული მაგ. დე შეხედე რამდენი ფული ვიპოვე. ამას ავიღებ. რა ფული იპოვე? მომეცია აქ. ეს მაგიდაზე მეტო მე. რამდენი ფული რა თქინდა მე? სახლი უნდა იყიდო? ვერ ახარ შენ რა. 400 ლარი გვიზუყედია სახლი, ვერ გავიგე. გადასახადების ფულია ეს და ციგნების. თბილისის ციგნის ბაზრობაზე მიდიხარ ხო? ეგრეც ვიცოდი. ადამიანმა რო კითხოს ფული არა გაქვს. მე ციგნების ფული ყოველთვის მაქვს, ეს ერთი. და მეორეც ციგნებს რო კითხოს ვერაფერს ვერ იყიდი ამ ცხოვრებაში. რაღაცა ბრძულად გამომივიდა. ეგ ციგნების ის მასში არ არის ხოლმე? ეხლა რატომ მიდიხარ? ხო, ეხლა ტარდება ციგნების ბაზრობა. 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, ხო და თითქმის ყველა დიდი გამომცემლობა ეხლა იქნება გამოსული, მაისში აღარ იქნებიან მე ეგენი. რა ვიცი, არც ინტელექტი, არც სულაკაური, არც ქარჩხალის გამომცემლობა და რა ვიცი კიდე. მახსოვს იქ დრამა. ეგ გამომცემელთა ასოციაცია დარეგისტრირდა რუსულ კანონზე და მაგის მერე ძალიან ბევრი გამომცემელი გამოვიდა მაგ ასოციაციიდან. ეხლა თვითონ აკეთებენ ბაზრობას აპრილში. ლოკაცია უცვლელია, ისევ ექსპო ჯორჯიაში მე-11 პავილიონში. წაგიყვანო ომარიკო, წამოხვალ? არ მინდა. შაშარ მან ვიღაც ინფლუენსერმა მკითხა, რომელიც ციგნი წაიკითხე ბოლოსო და მე რო უთხარი მათემატიკის მეთქი დამცინეს. კი, ვიცი, ვიდეოც ედო მაგ ინფლუენსერს, რო გაიცინეს და მე რო ბღავილი დაიწყე. და შენ რა წაიკითხე ბოლოს მე რო დამცინე. აუ სახელი აღარ მახსოვს ეხლა. ამიტომ უნდა იკითხო ბევრი ადამიანმა. აუ ამას კიდე ეს მახინჯი ბიჭი რა მოაწონა ვერ გავიგე, რას გავს? აუ მანქანა ყოლია. მე გავაღებ. გამარჯობა. მიღებულია. მაგარია მომიტანეს. ომარიკო ვინ იყო კარზე? არავინ. გოგო ეს არის რაღაცა საიდუმლო მისიებში. ო, რაღაცებს.
ასო შეხედე, ორეო მომიტანეს, ახალი განსაკუთრებული შეფუძვით. ორეო კვადრატული რატოა? იმიტომ რომ მალე გამოდის Minecraft-ის ფილმი კინოთეატრებში. ორეო შეფუთვაზე QR კოდია, რომ დაასკანერებ, საიტზე გადახვალ, ჩაკვიჩა კვადრატული ფორმის ორეოს და შეიძლება მოიგო ფილმის ბილეთები. და რაც ყველაზე მთავარია, ლოს-ანჯელესში ვიზიტი Warner Bros. სტუდიოში. რა მაგარია, მიდით სადე? თავგადასავალი იწყება. თიკლეს ხშია მომშენი? კიდე როგორც მობილოპარაკეთ. ანასტასია მოსულა, რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ? რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი, ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და. რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აი ჩავაგაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოს ამ მანქანას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. და იმნაირი უხათრულია ეს. ყავაროთხო, ბიჭო იმას არ მოგიტუხებს. აუ, ხომ მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა, იმ დღეს, დეკემბერში. თიკლეს ეს ხი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაწლევენ. არ არიცხებ მამა ჩემს ხელფასი. უი, თიკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ? ტელევიზია, Samsung-ი. ტელევიზია მეთქი. Silknet-ი. უი, ვახუძია, Silkbank-ში 500 ლარიანის ეს Silknet-ის მომხმარებლებისთვის. თავადი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ნომერი კონდა Silknet-ის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. მართლა თუ ხადაობ? ხო, Silk-ის აპლიკაციიდან მოითხოვ. მა please რა ეს ერთი წადოთ. კაი, ხო, წადოთ საღამოს. მიდი ერთ ხავა მომიდუღე რაცა სასვლელი ვარ და. აუ, ძალიან მიზარება შენ მოიდუღე. ხედავ ბიჭო რა უხათრულია, ხედავ. აუ, შტები ხარ თიკლა.
აი აქ დაბრძანდით ქალბატონო მე ავდექი. დაუთმედე. მადლობა შვილო. კი მეკუთვნის ის ამხელა პენსიონერი ქალი ვარ. მომარიკო ჰენშენი ბარათი და დააფიქსირე მიდი. რა ჩაირთო ეს? აი მე როგორ ჩაირთო ეს? ეს როგორ მესიცხება ამის სიხმა? ფულისტი ესა. აი ეს არის ხალხო პრეზიდენტი, ეს არის. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ავტობუსში, ძალიან cool რაღაცა ხდება ეხლა აქ, გაუშვეს აპარატებში რაღაცა აუდიო და მე ხლა შევეცდები რომ გაჩვენოთ რა ხდება აქ. აბატონო, სვიადი იყო, კაცი თუ იყო, ნამდვილი ქართველი და ნამდვილი პრეზიდენტი. მოკლედ მე რუსების იმანა კი ვართ აგერ ჭაობში. აი ეს მელოდია. ხალხო ბიზნესს უდად მოხსენიება როგორ შეიძლება? კაცი ამხელა ქვენ მოქმედი და ის არის აყავა ქვეყანა. კოცალა ბაბოს დაუთმიათ კიდე თუ. ვიღაცა მაინც დაიწყო ქებადი. რა ქვეყანა აყავა ქალბატონო? სოციალური ბარათი გადაიხადეთ მგზავრობის ფული. ადამიანახა მაინც. აი ეს არის მე ხალხო ხდებით, ადამიანი ყავთ კერპად ქცეული, ხო? როგორ შეიძლება ან რომელ ქრისტიანობაში ჯდება ადამიანის გაკერპება, ჯერ იყო და ეს შუახნის ქალები იმას დაძდებდნენ მიშა, ეხლა ეს არის და ბიძინა, ეს ხო არის უდიდესი პრობლემა, რომელიც მე ილექება საზოგადოების ცნობიერებაში, ხო? მაქსიმალურად გაგიმარჯვოთ, ქალბატონო. ეგ ავანტყოფობა არის უკვე. დაასიცხლიანეთ, დაასახით სამდენი ხალხი და ციხეში გავუშვეთ, წლობით. ოჰო, ევროპელები, ნაციონალების დაფინანსებულია ეს ყველაფერი. გააღეთ რა კარები უნდა ჩავიდე. არა მაქვს მე ამათთან ლაპარაკის თავი. ვერ ვილაპარაკებ. ჩაბრძანდით ქალბატონო და ნუ ვილაპარაკებ. ხელზე არ დაგადგეთ პენსიაზე მომატებული 15 ლარი. რა გვეშველებ. მაგრამ უნდა გვეშველოს კაცო, როგორ არ გვეშველებ. ეს ფული შეგროვებაც რომ შემომაჩეჩეს რა. ადი, მიდი, ნელა მანდ ჩამომტრეული კიბია იმდე დამამტრია რომ რა ვიცი. მოდი გოგო, მოდი რაღა დარჩა აგერ მზევინარი და მე ამათ ზემოთ და მოვრჩებით. უი გოგოებო, თქვენ ხარ, რა ხდება ხომ მშვიდობა? მშვიდობა მზევინარი, გოგო, ცოცხლას ვაგროვებთ, რომ ეს სენსორიანი განათებები დავაყენოთ ამ ჩვენ სადარბაზოში ეს ყველა სართულზე და აღარ დავიმტრეთ იმ მესამე სართული ჩამომტრეულ კიბეზე. ხო. ჯაფიცი ხლა, მე მან დაწავქცეულ ვარ. აი რა პრობლემაა, დავდებ საფულეს, ხო, აი ერთი წუთი. აი მიმაწერით მანდ. ხო. თქვენი ციტაბა. დედა ეს კიბეებზე სიარული არის ჯოჯოხეთი ჩემთვის, რა გოგო მე ხო ბარძახში. რკინა მაქვს ჩადგმული და ის სულს მიმწარებს. გოგო, ჩხიკვიშვილებს რო არ დავადებინოთ, აი დანარიკა სოცოდავებული კაცის ხელში. რა არ დავადებინოთ, გოგო, მაგისი რობოკოპი კმარი და ურეკავენ თუ არა, დილა, შუადღია თუ შუაღამე თავით მოგლეჯილი კარბის. იმდეჯერ შაურბენია ხოლმე ჩაბნელებულ კორპუსში. ისი ალალია რომ დაიმტრეს იმ მესამე სართულში ჩამომტრეულ კიბეზე მცირდადეში. ხო, გოგოებო, გამარჯობა. თუ დროს ხარ მოვედი? არა, მითხარით, გისმენთ. 20 ლარს ვაგროვებთ განათებებისთვის. ხო და რავი, შენ თუ არა შექმას იქნება კონდეს არის სახლში? არა, დასარბევად არის წასული. რა ნანა ჩემო კარგო ვერ გამიგე. დასალევად არის წასული. საღამოზე შემოგაწვდი რა ამარეხი. და ნანა რა დღეშია მე არ ვიცი და მოკლედ ჩავედი ახლა მე ჩავხედო ჩემებს. ხო და ჩაგაბარე ფული იცოდე. ხო, წავედი. კი, ფული ჩემთან არის 380 ლარი. აი მე დედა. რა მოხდა, გოგო? დედა ეს კიპი არის სასწრაფოდ მისახედი რა. თიკლაკით გადმოჯიქით რა. ნახეთ რა გავაძრე. მილკას ბორდ გეიმია. აუ ბოლოს რო ვითამაში ბორდ გეიმი უეცარი ბედნიერება მეცვია. მაგ დღეს გავდეთ მე და ბაჭი შეყვარებულები. აუ ძალიან გთხოვ რა, შენ მაგის garaშე პანტაფონით გთხოვ და შეყვარებულები, ჩვენ მეკითხოთ თორე. ძიმეთიმებს ნუ შევეხებით. იქნება მის მერე მაინც გავიჩინოთ. ვისი ჩემ თქვენ მანდ? ცოტა ჭკვიანად. აუ თქვენ იხატავეთ და მის საკუთარი თავის დაფასება ვისწავლე. ხო ისე ისწავლე რომ თავის ქრაში სადარბაზოსთან შემთხვევით წაიქცა, როცა ის ბიჭი კიბეებზე ჩამოდიოდა და შემთხვევით გამოილაპარაკა. რა რაპორტ გეიმია ეს? როცა თითოეული ტკბილეულის უკან არის ნახატი, აი აქ. რომელიც უნდა აღვნიშნოთ უსიტყვოდ და მე გამოვიცნოთ. ინგა ხო არ ითამაშებ? არა ვკითხულობ მე ამ ცალია. თუ არ დავადგინე მე ეს ქალი ვინაიდან დაწარსულია, გამორიცხულია ამ წიგნს მოვშოთ. კაი მე დავიწყებ მომიცი. მიუხვდი. ой крастишна. მოიც ოქროშვილის ფოტო ამოგივიდა. მილკაში რა უნდა ოქროშვილის ფოტოს?
მოიცა მივხვდი, ძროხა, მილკა ძროხა. სწორია, ეხლა შენახსენით ეგ. მოიცა. გავიგე. ესე იგი. მიდით ახლა. რასაკეთებს? ძილი, საწოლი. ხო, საწოლი. აუ, საწოლზე გამახსენდა. ისეთი ჭარი მაგის შოკოლადები თავისით შეიჭმევა. თურმე? მარი, კეთო ტიფენი გამომიტანე რა. გისმენთ ბატონო თქვენ? მარი! აი, გამარჯობა თქვენი. ესე იგი, კუჭის მოქმედების მომწესრიგებელი გვინდა რამე გვირჩიოთ. კუჭის მოქმედება, როგორი მოქმედებისთვის გინდათ რომ მითხრათ? რა ვიცი, ახლა მომწესრიგებელი ექიმა იმასაკა. ხო, ანუ შეკრულობა არის თუ აი უფრო ფაღარათისკენ არის მიდრეკილი. დედა, ოყნა უნდა ამ კაცს აშკარა. თქვენ ხართ ამ კაცის მერე? არა, მე მეუღლე ვარ ამ კაცის. მიბრძანდით თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და წარმატებებს. გისმენთ თქვენ. გამარჯობა ჩემო კარგო. იხტიოლის მალა მომინდა თუ გაქვთ, რა ვიცი, დეფიციტშიაო და ვერ ვიშავე ვერსად. აჰა, იხტიოლი. იხტიოლი არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ იხტიბარი გვაქვს შემცვლელი. არა, შემცვლელი არ მინდა, მაშინ დორიტრიცინი მომეცით ერთი ფირფიტა და ომეგა 3. ბავშვისთვის ოღონდ, ხო, რაღაცები ჯირყვალი აქვს გამოსული და. კი ბატონო. სულ გამოდის ჯამში 43 და 60 ფასდაკლებით. სკუნსიბარათი გაქვთ რომ გამატარებინოთ? დედა, სკუნსიბარათი არა მაქვს ნამდვილად. არც ახსოვსული არა მაქვს შენი ჭირი, მე ისე ვიყრიდი. ჯილდა სალამი, გავახარ. დედა, ინკა გოგოს ავითხარ ვერც გიცანი. რა ვიცი ჩემო კარგო ნილანელა, თქვენ ხო ხართ კარგად. გოგო, რა ხდება თქვენ კორპუსში ვინმეა გარდაცვლილი? გოგო ხო ჩვენი მეზობლის კაცი დაიღუპა, რაღაცა ვეღარ იყო ეს ბოლო კვირები უჭირდა ძალიან, თან დიალეზი და ხო ეს დიალეზი როგორი ის არის. შენები როგორ არიან, мама როგორ არის? რა ვიცი, мама ჩემი დიალეზია, რაღაცა ისე მოერყა ჯანმრთელობა. დიალეზი ხო. დიალეზი არის აუცილებელი. ხო, აუცილებელია. ანასტასია, ჩემო თახში ჩანჩქერი ჩამოდის. რა ჩანჩქერი ჩამოდის? შენ კიდე რამე სოკო ხარ შეჭამე. არა, ჭერიდან ჩამოდის ჩემო თახში წყალი ორგან. მიხედავები, თეიც ინგას დაურეკა უცბად, მიდი მანამდე დაბლა დაუდგი რამე. მე რა დაუდგა? აუ იგი გიხოცები დროზე გამოდი და სახში. ამბალიკოს ოთახში კიდე წყალი ჩამოუშვა ზედამეზობელმა. თუ რა გემოაკ. აუ კედლის გემოქონდა. საჩამოუშვა წყალი, გავგიჯდები და ეგ იქნება. ფაინე, სულ მომისპო ჭერი და კედელი შეხედე რა. ლია გეხოცები მიდი ადი დაუკაკუნე ზემოთ გადაკეტონ კაცო წყალი. ფაინე, სულ დაობ. დი კლასელებს დავპატიჟებ. რა კლასელებს დაპატიჟებ, ომარიკო? საფანაოდ. აი ხო გეუბნეოდი რომ დააზვიე მეთქი სახლი რო არ დამიჭერე. შეწყდა მე მგონი. რა ვიცი მე მეგონა რომ ახალ ჩამოუშვებდნენ ახლა მე ჯერ წყალს. სადაც 11 ჯერ ჩამოუშვეს მე-12 ეტატო გაუჭირდებოდა. ხო, სულ დაგვეტბორა სახლი, ხო. ომარიკოს ოთახი იყო როგორც აბანო. არა, არ მქონდა გოგო დაზღვევა და გავაკეთებ ანასტასიამ კითხვა. ვაკეთებ უკვე. ნიტა ხამდეც გვიქნა. საქართველოს ბანკის მობილ ბანკიდან აზღვევ პირდაპირ. ქონების დაზღვევა ქვია და აქედან მივიხდი მე თანხასაც. ძალიან გამარტივებულია ყველაფერიც აპლიკაცია განახლდა. ხო, მანდ აკეთებ ზუსტად. რა? პროდუქტების აქტივაციას საჩუქრებია ანასტასია. შეიძლება 10000 ლარი მოიგო გოგონა და ეგ მომაგებინა და გაგიყოფდი ეგრევე შუაზე. ხო, შენზე უკეთეს ვის გავუყოფ ეხა ვერ გავიგე. ხო. კიდე ჩამოდის წყალი, ჩხრიალის ხმა ისმის. აი მე ხარ ნამდვილად გავგიჟდები რა. დაასვე გოგო შენ კიდე დროულად რა. მოიტანე მიდი ტაშტები მიშვენე. ძალიან ნერვიულობ, შემდეგი მე ვარ. კაი დამშვიდი ეხლა. სამსახურის გასაუბრებას შედიხარ რაც რაზე კი არა. ვაცრას ვიკეთებდი გახსოვს, ნამდვილად ჩააგდე ხელებში მეკთანს. ვიფსიხსენებ შენ კიდე. რო არ მიყვანი იქვე გავიგვიდავ თავს. გურგინიძე თეკვა მოგზანდით. აუ. მიდი. და იგივე თუ გასაუბრებას თავინა გავიგუდო. გამარჯობა, დაბრძანდით. თეკლა ხო თქვენ? გახლავართ.
ძალიან კარგი. თეკლო ჩვენ ნახეთ თქვენი CV ფურცელი რომელზეც სახელი გვერდა მისამართი ეწერა თქვენი. ამიტომ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. გამოცდილება თუ გაქვთ? გამოცდილება ცხოვრებისეული კი ამ სფეროში არა. კარგით, რა გაძლევთ мотивაციას, რომ სწორედ ჩვენ სასტუმროში დაიწყოთ მუშაობა? мотивაციას ბევრი რამ აძლევს. პირველ რიგში ფული, ან ეს ღირება რაც მეკიდება და მეორე რიგში ადამიანები. ანუ ეს ხო სასტუმროა აქ მოდიან სტუმრები და უეჭველო ვიღაცებს ყოფით და ძალიან მაგარი საჭირო მეკიდება ხოლმე. ნება. კარგი თეკლა, ამჟამად დაგემშვიდობებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. კარგით? კარგად გძანდებოდეთ. რაღაც ხიმოდის ლევან. დურანო. როგორ ჩაიარა? თავის გაგუდო ხარ მოგიწია? არა, ძალიან საყვარელი ხალი იყო და გიკავშირდებით და ესე მითხრა. ჩემზე უკეთეს ვის ნახავენ ხა და არა, შენზე უკეთესი უნდა იყო მიღადავები. ვიზუალი შენ არ გაკლია და ვიზუალი და რა ვიკიდე? თეკლე სახშია მომშენი? კიდე როგორც მობილოპარაკეთ. ანასტასია მოსულა, რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ? რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი, ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აი ჩავაგაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოსან მაგას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. და იმნაირი უხათრულია ეს. ყავარონთხო, ბიჭო იმას არ მოგიტუხებს. აუ, ხომ მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა, იმ დღეს, დეკემბერში. თეკლეს ეს ხი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაწლევენ. არ არიცხებ მამაჩემს ხელფასი. უი, თეკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ? ტელევიზია, Samsung-ი. ტელევიზია მეთქი. Silknet-ი. უი, ვახუძია, Silkbank-ში 500 ლარიანის ეს Silknet-ის მომხმარებლებისთვის. თავი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ცნობები კონდეს Silknet-ის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. აუ, მართლაც უღადაო. ხო, Silk-ის აპლიკაციიდან მოითხოვ. აუ, please რა ესეთი ცუდად. აი, ხო, ცადოთ საღამოს. მიდი ერთ ყავა მომიდუღე რაცა სასვლელი ვარ და. აუ, ძალიან მეზარება შენ მოიტუღე. ხედავ ბიჭო რა უხათრულია, ხედავ. ურშტელი ხარ თიკლა. მარი, კეთო ტიფენი გამომიტანე რა. გისმენთ ბატონო თქვენ? მარი! აი, გამარჯობა თქვენი. ესე იგი კოჭის მოქმედების მომწესრიგებელი გვინდა რამე გვირჩიოთ. კუჭის მოქმედება, როგორი მოქმედებისთვის გინდათ რომ მითხრათ? რა ვიცი, ახლა მომწესრიგებელი ექიმა იმასაკნა. ხო, ანუ შეკრულობა არის თუ აი უფრო ფაღარათისკენ არის მიდრეკილი. დედა, ოღნა უნდა ამ კაცს აშკარა. თქვენ ხართ ამ კაცის მერე? არა, მე მეუღლე ვარ ამ კაცის. მიბრძანდეთ თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და წარმატებებს. გისმენთ თქვენ. გამარჯობა ჩემო კარგო. იხტიოლის მალა მომინდა თუ გაქვთ. რა ვიცი, დეფიციტშიაო და ვერ ვიშავე ვერსად. აჰა, იხტიოლი არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ იხტიბარი გვაქვს შემცვლელი. არა, შემცვლელი არ მინდა, მაშინ დორიტრიცინი მომეცით ერთი ფირფიტა და ომეგა-3. ბავშვისთვის ხო, რაღაცები ჯირყვალი აქვს გამოსული და. კი ბატონო. სულ გამოდის ჯამში 43 და 60 ფასდაკლებით. სკუნსიბარათი გაქვთ რომ გამატარებინოთ? დედა, სკუნსიბარათი არა მაქვს ნამდვილად. არც ახსოვსებული არა მაქვს შენ ჯერ მე ისე ვიყიდი. ჯილდა სალამი, რა ვახარ? დედა ინკა გოგოს ავითხარ ვერც გიცანი. რა ვიცი ჩემო კარგო ნილანელა თქვენ ხო ხართ კარგად. გოგო, რა ხდება თქვენ კორპუსში ვინმეა გარდაცვლილი? გოგო ხო ჩვენი მეზობლის კაცი დაიღუპა, რაღაცა ვეღარ იყო ეს ბოლო კვირები უჭირდა ძალიან. თან დიალეზი და ხო ეს დიალეზი როგორი ის არის? შენები როგორ არიან, მამა როგორ არის? რა ვიცი, მამა ჩემი დიალეზია, რაღაცა ისე მოერყა ჯანმრთელობა. დიალეზი ხო. დიალეზი არის აუცილებელი. ხო, აუცილებელია. გულით იცორი და იპოეგზა, სვეპის თაზე შენა და ჭირდება. აუ ის მხრივ როგორ დავივიწყო? ანასტასია, გინდა კარატესიდეთ ჩაგიტარო? გამიცელი სანა მიხილები კიდე შეხრჩენია. იო. აი ამ წამ საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანე, გაიგე? აი მე გაჭედეთ კაცო რა, მე ხადა თავი ნუჩხუბობთ.
გაჩვევა შენი ნაწილი. და რა სიმღერაა ეს? ამერკვია და კაცო, დილიდან ისიც არ მახსოვს სად მოვისმინე. დი კარატეზე მიმიყვან. ბილეთებს ასწავლიან და ჩემი კლასელებიც დადიან თან. რა კარატე აიტეხე ხლა ვერ გავიგე, გაჩერდიო ოღონდაც რა. Baime, სხვათა შორის ჩემ ბავშვობაში ასწავლე და ჩემი მეზობლის კაცი კარატეს სოფელში, ხო? იაძიმა ხერხეულიძე. ხო. ცოლი ყავდა სხვათა შორის რაღაც ესეთი იაპონური შესახედაობის და იტყუებოდა თურმე მთელი ამდენი წელი რომ ჩემი ცოლი სამურაების შთამომავალია. რაღაცა ლომიძე აღმოჩნდა მე ბოლოს ეგ ხალე. სხვათა შორის ტიკო დადიოდა 3 წელი კარატეზე ბავშვობაში. ერთხელ თურმე 16 წლის რო იყო ვიღაცა კაცი აიკიდა ღამე. კორპუსებთან სახში როცა მიდიოდა. ამაკიდ ისეთი ლეთი ჩაუტარა რომ დილდის კაცი იპოვეს დაგორებული კიბეებზე. გამხარი ფოთლები ქონდა მიყრილი ზედო. ხო არა, თავდაცვა აუცილებელია კაცო, გოგოებისთვის კიდე განსაკუთრებით. რა ვიცი უკვე ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მეც მინდა თავდაცვა და მატარი რა კარატეზე თან სახთან ახლოს არის სკოლისკენ და მე ანასტასიას მოვერევი ხოლმე. ჩო. მაგას კიდე ერთხელ გააკეთებ და თიკოს ნასწავლს სასიკვდილოელი ჩაგიტარებ, გაიგე? ჯო. აი ეს უკვე ბოლო წვითი იყო. მე დამჭერ. შენ დახშეს თუ ხალხი შვილის. აუ გამი. ჯო. ნუ დაანგრიეთ კაცო სახლი რა ხდება? არაფერი. ჭკვიანად. ტეკლესახის კრემი კაია, ცუდისუნი ხუა დაკ. მაჩვენე. აუ ვაჯა მან კანი გამიღიზიანი ადრესაში ვაიდ. კაი მაშინ ეს არ მინდა. გაღზიანება ისედაც არ მაკლია. ტეკლეს ნათლია შენი არ არის? აბა, გვერდზე გაიხედე სად იყურები? საჭმელი რო გადამწდებოდა ხომ და ჯერ მაღლა მაყურებინებ და აი ხედე ნათლია შენიაო და ეგრე ვარ მიჩვეული. ნათლი მოვალოცში. უკაცრავად ამურიდა რომელს მირჩევთ. ეს მწვანე მქონდა, ძალიან მომწონდა, მაგრამ ეს ლურჯი აქვს ჩემი მეგობარს და ძალიან კმაყოფილია ამითაც. ფასებით 2-2 ერთნაირი აქვს და რავი რომელი უფრო კარგია თქვენი აზრით. იცით მე არ მუშაობ აქ. უკაცრავად. ტულები და პარკეთ. ნათლია ჩემი არის ტოპ ქალი. 50 ლარი მაჭუკა. ნათლია ჩემი ნათლების მერე გაქრა. ის ცოცხალია თუ არა. ხო ეგ ძალიან ტეხავს. ეგ სამი რაღაცა არჩიე. გოგო ეგ ისე კაი ძვირიანები კია. არა უშავს მერე ბარათი თუ იხდი 4 თვეზე გავანაწილებ უპროცენტოდ. 0%. ისე როგორც ნათლია ჩემის გავლენა ჩემ ცხოვრებაზე. უკაცრავად გოგოებო, ბოლო თქვენ ხართ ფარმაცევთან რიგში? არა, მიბრძანეთ ქალბატონო. აუ უცნაურია. შეიძლება ეს ქალი იყო ჩემი ნათლია და არ ვიცი. მაგას მე გაგირკვე, მე მომანდე. უკაცრავად ამას ეჭქვით ხმარ ყიდულობთ, მაგალითად თქვენი ნათლულისთვის. არა შულო სახსრებისთვის არის ეს. გასაგებია. და იმ გოგონას ნათლია ხომ მოგზანდებით თქვენ შემთხვევით. ძალიან გამისწორდა სირბილს რო ვიწყებთ. სულ მინდოდა ვარჯიში დილაობით. სად იყურები? რა იყო ვინ მიდგას? კი. ეხლა ძალიან გთხოვე არ მეჭხუბო. მართლა ვარჯიშით კი არ ჩამომიყვანი ხარ. იქ მეზობები ჭირო დგას ხედავ. ჩემი ქრაში და რამდენჯერმე ჩაურბინოთ რა გთხოვ. ეხლა შენ ჩაგირიბეს მთელი ცხოვრება თვალწინ. მაგის გამო გამაღვიძე დილის 7 საათზე? ძალიან გთხოვ რა. და ჩემი ვალდირება კაცილარი შეგიძლია რომ აღარ მომწე. კაი ხო. მაგრამ იცოდი რომ მაგას 20 ლარის გამო არ ვაკეთებ. კაი წავიდით. დაიცა კინჩი მაგ ჩავარდილი ბოტაში. ეს ბოტაში ჩამოგივიდა უკვე? არა ფუფსარიას მიწერე გუშინზე და გუშინ უკვე მომიტანა კურიერმა სახში. არ გავოდინე. არა მაგოგოს ყველაფერი ადგილზე აქვს. ნახე რა მაგარი ნიუ ბალანსებია. პრემიუმ ხარისხის რეპლიკა. და ფილიალი სადაგვთ. არა ონლაინ მაღაზია, მაგრამ ძალიან სანდო გოგოა. ჩაიცვი რა დროზე დაგავაუკვენ ბიჭმა ყველაფერი. ეგ არის წავიდით, მაგრამ გეგმა გვაქვს. რა გქონია რომ გეგმის გარეშე გამოვიდოდი? ესე იგი შევნაწახვი და ჩემზე წინ გამასწრო. იმ ბიჭს რომ მიუახლოვდები, უკან გამომძახებ, გაიგე? ჩემზე რამეს თუ კითხავს, ძალიან კაი რაღაცები უპასუხე. მე რომ მოგიახლოვდები, თვითონ შემთხვევით წავიქცევი ბარდიულზე და ეგ ბიჭი ამაყენებს, შენ არ მომეკარო. ვიკი წავიდი. მიდი. თეკლა აქეთ ვარ. ჩემი დაქალია. ზოგადად ჩემზე კარგად დარბის, მაგრამ ეხლა კინჭი ჩავარდა ბოტაში და მაგიტო ვეღარ დამეწია. თორე ისე ჩემზე კარგად დარბის. წაიქცა. თეკლა ადექი. თეკლა. თავია დარტყმული. დათიშულია მოდი მომეხმარე.